რა თქმა უნდა, დღევანდელი საღამოს კულმინაცია, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორია კომპანია ლადი, რომლის აპლიკაცია არის ძალიან მაგარი სიახლე. ჩვენ ახლა უკვე შეგიძლიათ გაიაქტიუროთ მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტი საქართველოში და რასაკვირველია ამავე აპლიკაციიდან გაიაქტიუროთ მობილური ინტერნეტი მთელ სოფლიოში, რაც ძალიან მაგარია. რაც შეეხება კულმინაციას, სულ ახლა ხანს ლონდონის არსენალის მებრძოლები ავიდნენ პოდიუმზე და რასაკვირველია მათ პარის სენ-ჟერმენის მებრძოლებმა მოუწყეს საპატიო დერეფანი და ახლა გვახსოვს მოლოდინი როდის ავა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პოდიუმზე. მოკლედ, დღევანდელი დღე იყო ძალიან მაგარი. ალბათ უმრავლესობა ქართველი გულშემატკივრისთვის რასაკვირველია არიან საქართველოში არსენალის კომანდები და მათ 22 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლებს პრემიერ ლიგის მოგება. შეეძლოთ მოეგოთ შესაც, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და ახლა უკვე პოდიუმზე ადიან პარიზელი მებრძოლები და ბუნებრივია მათ გადაეცემა ჩემპიონთა ლიგის თასი. ზედიზედ მეორე პირველი თასთან მივიდა ლუის ენრიკე და შემდეგ უკვე რასაკვირველია მთელი გუნდი ავა პოდიუმზე და შესაბამისად აღმართავს თასს. ის ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დროშით და იგივე ჟესტი რაც მან გააკეთა მიუხეში. ზუსტად იგივე ყველას გახსოვთ და რასაკვირველია ყველას თვალწინ უნდა ის მომენტი, როდესაც იგი ჩაეკუთა ჩემპიონთა თასს. ზუსტად იგივე იყო ახლაც. მოკლედ, წარმოუდგენელი ემოციებია და არ შემიძლია არ გიჩვენოთ რა ხდება გვერდით, სადაც განას ლონდონელი მებრძოლები მათ იბრძოლეს ბოლომდე. მათ ყველაფერი დადეს მოედანზე და ფინალების სერიაში მოიგეს სამგული ფეხბურთის წარმომადგენლებმა. საოცარი დანახავია. აი ეს სურათი ის რაც პუშკაშ არენაზე ახლა ხდება მეტყველებს ფეხბურთის სიდიადეზე თუ რამხელა ბედნიერება რასაკვირველია. პირველ რიგში შეუძლია სპორტის სახეობა ამ სპორტის სახეობა მოუტანოს გულშემატკივარს და მეორეს მხრივ იმედგაცრუება, თუმცა ეს იმედგაცრუება გამოწვეულია ბრძოლაში განცდილი მარცხით. ისეთ ბრძოლაში რომელშიც ძალიან რთული იყო წინასწარმეტყველება იმისი თუ ვინ გახდებოდა გამარჯვებული გამომდინარე იქიდან რომ პუშკაშ არენაზე ორი უდიდესი კლუბი იყო წარმოდგენილი და ორი უდიდესი კლუბი იბრძოდა ჩემპიონთა ლიგის თასისთვის და მთავარი მოვლენა დღევანდელი საღამოს და მთლიანად მიმდინარე საფეხბურთო საღამოსი.
მოკლედ ძალიან დაძაბულ საინტერესო და დრამატულ დაპირისპირებაში პარი სენ-ჟერმენმა დაიცვა ტიტული და მეორედ აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს. ულოცავ ყველა გულშემატკივარს ამ კლუბისას და რასაკვირველია ულოცავ პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. დღეს კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი მოხდა ქართული ფეხბურთისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რაც შეეხება თავად თამაშს, ნამდვილი ფინალი გამოვიდა ძალიან დაძაბული, ძალიან საინტერესო პაექრობა. მწვანე მინდორზე, ტრიბუნაზე და რასაკვირველია მწვრთნელებს შორის. მიკელ არტეტა და ლუის ენრიკე იყვნენ დღევანდელი საფეხბურთო ზეიმის მთავარი შემოქმედები და რასაკვირველია ის 22 ფეხბურთელი და მათ შორის ის მოთამაშეები, რომლებიც შემოვიდნენ ცვლილებაზე. ამ ფეხბურთელებმა 61,000 გულშემატკივარს მოუწყვეს ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი. ეს იყო ევროპული ფეხბურთის ორი უმაღლესი დონის კლუბის დაპირისპირება, ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელების ორთაბრძოლა და ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი. ძალიან შინაარსობრივი, ძალიან საინტერესო და ყველასთვის, აბსოლუტურად ყველასთვის მისაღები. თქვენ ხედავთ ლონდონელ გულშემატკივარს და თქვენ ხედავთ პარიზელ გულშემატკივარს. ემოციები რასაკვირველია, წარმოუდგენელია და ამის აღწერა ენით ძალიან რთულია. მედალიონის ორი მხარე, ლონდონის არსენალი გუნდი, რომელმაც მთელი სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, გუნდი, რომელმაც იბრძოლა, გუნდი, რომელმაც მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ მოეგო ჩემპიონთა ლიგა. თუმცა პენალტების სერიამ ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა თამაშის ბედი. 90 წუთში გადაწყვეტილი იყო და გამარჯვებულიც 90 წუთში გამოვლენილი იყო. თუმცა ასეთია ფეხბურთი. პარიზელები ზეიმობენ ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ ამ გუნდმა ეს გამარჯვება არ დაიმსახურა. მე-6 წუთზე დაწინაურებულ არსენალს 69-ზე ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა დემბელემ და ანგარიში გათანამდა. შემდეგ იყო დამატებითი დრო და იყო პენალტების სერია, თუმცა იქამდე იყო რამდენიმე მომენტი არსენალის კართან და მათ შორის ძალიან რეალური საგოლე ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც ეს საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მოკლედ, პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ის რაც ხდება პუშკაშ არენაზე, ამას არ ჭირდება არანაირი კომენტარი, ამიტომ მეც გავჩუნდები. ასე ჯობს ნამდვილად და მივატევნოთ თვალი და მოვისმინოთ იმ ემოციებს, რაც სუფევს პუშკაშ არენაზე, განსაკუთრებით პარი სენ-ჟერმენის ტრიბუნაზე.